უკვე 3 დღეა თბილისში უსახლკარო დარჩენილი მოსახლეობისთვის სპეციალური თავშესაფრები მოქმედებს. საგანგებო შტაბები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. აქ სოციალურად დაუცველები ღამის გათევას და გათბობას შეძლებენ, მათ საკვებით და ტანსაცმლითაც უზრუნველყოფენ. საჭიროების შემთხვევაში თბილისის გარდა კარვები რეგიონებშიც გაიშლება. არაფერი არ დამჭირდა. სოციალურად დაუცველია. ორი შვილი მყავს, ორი შვილი გაგზარდნენ ბავშვთა სახლში. საკუთარი პრობლემები მიუსაფართა თავშესაფრის დროებით მაბინადრებმა დღეს ჩანდაცვის მინისტრს გააცნეს. უკვე რამდენიმე დღეა ისინი მოსკოვის გამზირზე საგანგებოდ მოწყობილ თავშესაფარში ათევენ ღამეს. რამდენიმე კარავი აციებასთან ერთად იმ მოქალაქეებისთვის დაიდგა, რომლებსაც არ აქვთ ღამის გასათევი, საკმარისი საკვები და ტანისამოსი. დღეს კიდევ 25 ადამიანი თავშესაფარში რუსთავიდან ჩამოიყვანეს. ჩვენ დავდივართ უფასო სასადილოში და ხალხს ვეცოდებოდით და ვეცოდებით კიდევაც რომ სახლი არ გოგაშრია. გვითხრეს რომ არის ისეთი ის რომ შუქიც იქნება, კვებითაც უზრუნველყოფილები იქნება და სითბოც იქნება. ჩვენ შევემუშავეთ 3 ტიპის სტრატეგია. ერთი სწრაფი შედეგების მისაღწევი, საშუალო ხანგრძლივი შედეგები და შორეული შედეგები. სწრაფი შედეგების ტაქტიკას უკვე ვხედავთ რომ ქუჩაში გაყენვისგან და შიმშილისგან გვეხსნა ადამიანები. მოსკოვის გამზირზე უკვე 60-მდე ადამიანი იმყოფება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში კარვების რაოდენობის გაზრდაც იგეგმება. ღამის განმავლობაში თავშესაფარს 120-მდე ადამიანის მიღება შეუძლია. მოქალაქეები მოსკოვის გამზირზე ღამის განმავლობაში საპატრულო ეკიპაჟებს გადაჰყავდათ. კარვებთან მობილიზებულია სამედიცინო დახმარების ჯგუფი. პირველადი დახმარება, რაც შეიძლება გაუკეთდეს ადგილზე, მედიკამენტოზური გვაქვს ყველაფერი, ერთადერთი გართულების შემთხვევაში გადაიყვანებიან სტაციონარში. საგანგებო თავშესაფარს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო კურირებს. კარვების ბინადრები დღეს მინისტრმაც მოინახულა. საორგანიზაციო საქმიანობაში ჩართულია უწყებათა შორისი კომისია სხვადასხვა სამინისტროს მონაწილეობით. სამინისტროები თავშესაფარს შესაბამისი ინფრასტრუქტურით, კარვებით, საკვებით, ჰიგიენური ნივთებით, ტანისამოსითა და შეშით უზრუნველყოფენ. ყველა კარავი ითვლება შეშით, ყველას მიეწოდება საკვები, ჰიგიენური საშუალებები. მოქალაქეები და ორგანიზაციები მოდის ძალიან ბევრი, რაც ჩვენი აზრით კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ადამიანები ერთმანეთს გვერდში უდგანან. მსახურების სააგენტო, რომელიც ფინანსის სამინისტროს განეკუთვნება, ეთხოვა, რომ გარკვეული დახმარება გაეწია მოუსაფარ მოსახლეობისათვის. მათ გამოყოს გარკვეული ინვენტარი, რომელიც საჭიროა მაგიდების კამები და სხვადასხვა სახის პროდუქცია. თბილის გარდა პრემიერის ინიციატივით თავშესაფრები ქუთაისსა და ბათუმშიც გაიხსნება. სხვა რეგიონებში კი კარვები საჭიროების შემთხვევაში დაიგმება. მთავრობის გადაწყვეტილებით პროგრამისთვის დამატებითი თანხაც გამოიყო. თავშესაფრები მიუსაფარი მოქალაქეებისათვის ზამთრის ბოლომდე იმუშავებს.